დღეს გავივლით ანონიმური ემოციონალებიდან პირველ ნაბიჯს. პირველი ნაბიჯი წავიკითხავ წიგნიდან და გზადაგზად ჩემს გამოცდილებას და გამოჯამთელების გზას გავაზიარებ. პირველი ნაბიჯი არის ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი უძლურება ემოციების წინაშე. ვაღიარეთ რომ ჩვენი ცხოვრება გახდა უმართავი. პირველი ნაბიჯი თავისი პრინციპები გააჩნია. ესენია: იყო გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. ითხოვო დახმარება. მიიღო დახმარება. აღიარა რომ არ შეგწევ ძალა აკონტროლო საკუთარი ცხოვრება. აღიარა რომ შენ ცხოვრებაში არის პრობლემები. მზად იყო იმისთვის რომ შენი მიზნის მისაღწევად გააკეთო ყველაფერი. პირველ ნაბიჯში არის მოცემული პირველი ნაბიჯის ორი ლოცვა. პირველია: მე ვაღიარებ უძლურებას ჩემი ეგოიზმის წინაშე და ყველაფრის წინაშე, რაც ეგოიზმით არის გამოწვეული ჩემ ცხოვრებაში. მე დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე და ვაღიარებ რომ ჩემი ცხოვრება გახდა უმართავი. ღმერთო დამეხმარე რომ გვერდზე გადავდო ყველაფერი, რასაც ვფიქრობ ხალხზე, ადგილებსა და საგნებზე, რათა შევძლო გავიხსნა და მივიღო ახალი გამოცდილება. გთხოვ დამეხმარე ჭეშმარიტების შეცნობაში. ამინ. არის მეორე ლოცვა, ასევე პირველი ნაბიჯის. ღმერთო მე ვაღიარებ რომ უძლური ვარ ჩემი დამოკიდებულებების მიმართ. ვაღიარებ რომ ჩემი ცხოვრება უმართავია, როდესაც მე ვცდილობ მის კონტროლს. დამეხმარე რომ დღეს გავაცნობიერო უძლურების ნამდვილი მნიშვნელობა. მომაშორი ყოველგვარი უარყოფა. მეგობრებო, გავაზიარებ რომ ნაბიჯების ლოცვა არ არის იმისთვის რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები გახდეთ ან რომელიმე კონკრეტული ღმერთის მიმართოთ. პირველი ნაბიჯზე არანაირი ღმერთის არსებობის არ მჯეროდა და ეს ნორმალურია, არც არის რეალურად აუცილებელი. ლოცვა არის სიბრძნე, რომელიც ჩემში არსებობს. უბრალოდ იმდენად არის ჩემი გონება და ბინდული არასაჭირო ფიქრებით და ხმაურით, რომ ვერ ვამჩნევ რომელია საღი აზრი და რომელია ჩემი არასწორი აქმების შედეგი. ლოცვის დროს მე უკავშირდები ამ სიცხადეს, თავისი ყველა სიბრძნით, რაც საჭიროა კონკრეტულ ნაბიჯის გასაკეთებლად. ლოცვის დროს ვაკვირდები თითოეულ სიტყვას და მთელი ყურადღებით ვარ ამ სიტყვების ვიზუალიზაციაში. მე ვკითხულობ ლოცვას და ვცდილობ გავიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში, იმდენად რამდენადაც ამის შესაძლებლობა მაქვს. ჩემი ლოცვა თავიდან ავტომატური იყო, ზოგჯერ მოვალეობის მოხდას გავს და ზოგჯერ არ მესმის, რისთვის ვკითხულობ. მაგრამ როგორც ყველა მოქმედება, ასევე ლოცვაც საჭიროებს რეგულარულ კეთებას და ეს რეგულარული კეთება არის ჩემი მზაობის გამოხატულება. მზაობა როგორც მოქმედების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა, რასაც ვაკეთებ. სწორედ ეს ქმედება გარდაიქმნება იმ სიცხადეში, რაც შეიძლება თავიდან არ მქონდეს. ლოცვის სახით მაქვს სამოქმედო გეგმა და რამდენადაც მივყვები ამ გეგმას, ეს ჩემი არჩევანი ხდება. უბრალოდ ვკითხულობ ყველა იმ ლოცვას, რაც ნაბიჯების პარალელურად მეძლევა და ამ ყველაფერს რეგულარულად ვაკეთებ ყოველი გაღვიძებისას. კითხვისას ვაკვირდები წაკითხulis შინაარსს. წარმოვიდგენ, როგორ შემიძლია გამოვიყენო დღევანდელ დღეს და ვაკეთებ ამის ვიზუალიზაციას. წარმოვიდგენ ლოცვაში არსებულ მითითებებს ჩემი ქმედებების სახელმძღვანელოდ და ვცდილობ დღის მანძილზე მახსოვდეს ეს მითითებები. ხოლო როდესაც დასაძენებლად ვემზადები, კიდევ ერთხელ ვკითხულობ პირველი ნაბიჯის ლოცვას და წაკითხვის ვიზუალიზაციას ვაკეთებ. ახლა უკვე ჩემი განვლილი დღიდან გამომდინარე, სად გამოვლინდა ლოცვაში არსებული მიმართულება და რა შემეძლო გამეკეთებინა უკეთ. პირველი ნაბიჯის ლოცვა ჩემთვის სრულიად აღწერს პირველი ნაბიჯის შინაარსს და იმ სწავლებას, რაც ამ ნაბიჯების კეთებისას შეგვიძლია მივიღოთ. ლოცვაში წერია: მე ვაღიარებ უძლურებას ჩემი ეგოიზმის წინაშე და ყველაფრის წინაშე, რაც ეგოიზმით არის გამოწვეული ჩემს ცხოვრებაში. მე დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე და ვაღიარებ რომ ჩემი ცხოვრება გახდა უმართავი. ჩემთვის პირველი ნაბიჯი აღიარებაა და პირველი ნაბიჯიც ამას იძახის. ვაღიარებ ჩემს უძლურებას ჩემი ემოციების წინაშე. აღიარება რომ მე დავმარცხდი, რომ მე მაქვს ემოციური პრობლემები. ბევრი ვეცადე საკუთარი ძალებით, დათქმებით, ნებისყოფით, მოლოდინით დავლოდებოდი, რომ ყველაფერი მალე შეიცვლებოდა და გამოსწორდებოდა. მე მაგალითად მთელი არსებით მჯეროდა, რომ რაღაც ისეთის წინაშე ვიდექი, რომელიც სულ მალე გადაივლიდა და ჩემი ცხოვრება დაალაგდებოდა. მთელი არსებით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. უბრალოდ ცოტაც უნდა მომეთმინა. და ასე ვითმენდი რეალურად 27 წელი და მაინც ვერ მივხვდი, არ შევიდა ჩემ თავში ის, რომ არაფერი არ შეიცვლება მანამ, სანამ მე არ შევიცვლები, სანამ ჩემი გული არ შეიცვლება. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამსახურში პრობლემების პერიოდი იყო და მალე გადაივლიდა. და მე შევძლებდი დამესვენა და ოჯახისთვის დამეთმო ყურადღება. მოხდა ისე, რომ სამსახური დავკარგე, ბიზნესი გაკოტრდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეუღლეს არ ესმოდა ჩემი, როდესაც დახმარებას თავაზობდა. მეუბნებოდა, რომ ემოციური პრობლემები მქონდა და არა ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდი. მე კი ვფიქრობდი, რომ ვერ იაზრებდა იმ კრიტიკულ მომენტს, რაც სამსახურის საქმებით იყო გამოწვეული ჩემ ცხოვრებაში. ვერ ხვდებოდა, რომ ის ერთი პრობლემაც რომ მომეგვარებინა, ყველაფერი დაალაგდებოდა და დრო გამომიჩნდებოდა მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. მოხდა ისე, რომ მეუღლემ დაასრულა ურთიერთობა.
არსებობენ ადამიანები, ვისაც ფხიზელი ძილი აქვთ. აი მაგალითად თუ მათი გაღვიძება მოგინდებათ, საკმარისია სახელი დაიძახო და მაშინვე თავს წამოყოფენ. თითქოს არც ძინებიათ. არსებობენ ადამიანები, ვისაც ოდნავ შეჯანჯღარება ჭირდებათ, რომ გაიღვიძონ და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლების გაღვიძებასაც თუ მოინდომებთ, დიდხანს ჯანჯღარი და რამდენჯერმე წყლის დასხმაც კი შეიძლება დაგჭირდეთ. მე ფიზიკურ დონეზე ის ადამიანი ვარ, ვისაც ფხიზელი ძილი აქვს, მაგრამ ცნობიერ დონეზე აღმოჩნდი ის ადამიანი, ვისთვისაც სამყაროს დაჭირდა ძალიან ბევრი და უხეში შეჯანჯღარება, რომ ცოტათი მაინც გამომეღვიძა. აი სახლში წამოწექი დაღლილზე, ჩაგეძინა და როგორც კი გაიღვიძებ, ხვდები რომ გეძინა, ხო? და ხვდები რომ ახლა აღარ გძინავს და შენ ამბობ, უი, ჩამძინებია. ამას ქვია აღიარება. აღიარება რომ მეძინა და თან იმდენ ხანს მეძინა რომ მიუხედავად იმისა რომ გავიღვიძე, ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ, ყველაფერი ბუნდოვანია. მივხვდი რომ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, საიდან დავიწყო, აზრებს ვერ ვალაგებ. კი გავიღვიძე, მაგრამ ვერ ვფხიზლდები. ამას ქვია უძლურება. პირველი ნაბიჯი სწორედ ეს უძლურებაა. ამ უძლურების აღიარება. თვალსა და ხელს შუა ისე რომ ვერც კი მივხვდი, მთელი ცხოვრება ქაოსი მიშენებია და დიდი აურზაური მომიწყვია ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში. აი ზუსტად ისე, ბავშვს რომ ოთახში მარტო დატოვებ და უკან მობრუნებულს გიკვირს ამდენი რამე ერთდროულად რანაირად აურია, გატეხა და გააფუჭა. 12 ნაბიჯის დახმარებით დღეს ხვდები, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. გძნობდი შინაგანად სიცარიელეს. სხეულის უძლურებას, სიზარმაცეს, გამუდმებით საქმეებს ვდებდი. მქონდა უძილობა, შაკიკი, გაღიზიანება, ბრაზი, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, პანიკური შეტევები, უჰაერობა, დაძაბულობა, სხეულებრივი და ემოციური. ვერ ვიძახდი უარს, უბრალოდ უნარი არ მქონდა, რომ მეთქვა ადამიანისთვის არა, არ შემიძლია. დილიდან ცხოვრება მეზარებოდა და მოვიხმარდი ნარკოტიკებს, სასმელს, სექსს, შოპინგს, ნერვიულობას, ჩხოუბს და კამათს. ამ ყველაფერს ხვდებოდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი რა იყო ის ძალა, რომელიც მაიძულებდა, რომ ერთი წამში დამევიწყებინა შინაგანი ცვლილებების სურვილი და გარეთ გადამეტანა ყურადღება. გარეთ დამეწყო ცვლილებები ნაცვლად საკუთარი თავისა და გამოდიოდა ისე, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს ვაბრალებდი ჩემს პრობლემებს. ვიცახდი, რომ უკეთესი ადამიანები რომ ყავდნენ გვერდში, ასეთი დაუფასებელი არ ვიქნებოდი. საკუთარი თავი მეწოდებოდა, ამხელა ნიჭი და შესაძლებლობა იკარგებოდა. მქონდა სრული დაჯერება, რომ თუ 30 წლის გავხდებოდი და ისევ მომიწევდა ხელფასზე მუშაობა, გული გამისკდებოდა და ეს იმდენად რეალური იყო, რომ ამაზე ფიქრის კი ცუდად ვხდიდა. მეგონა რომ უბრალოდ მოკვდებოდი, თუ 30 წლის შემდეგ კიდევ მუშაობა მომიწევდა. მქონდა განცდა, რომ ეხლა უნდა მომესწრო, რაღაცას ვაგვიანებდი. მქონდა განცდა, რომ უნდა მომესწრო და 30 წლამდე დამელაგებინა ჩემი ცხოვრება და აი გამუდმებით აი ამ მოსწრების მცდელობაში ვიყავ. სულ მეჩქარებოდა, სულ ფაცაფუცში ვიყავ. 3 და 4 საქმე ერთად უნდა მეკეთებინა, რომ თავი დამემშვიდებინა, რომ ვიყავი საკმარისად საქმიანი. განჩნდა შეგრძნება, რომ საერთოდ არავის არ ესმის რეალობა. და ეს რეალობა მხოლოდ ჩემი დასაცველია და ყველა სხვა დანარჩენს უბრალოდ არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც მე ვაკეთებ. და მე უნდა დავიცვო ეს რეალობა. დავამტკიცო, რომ მე რასაც ვაკეთებ, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ რას ფიქრობენ ადამიანები ამ ჩემს საქმიანობაზე. ამის გამო დავიწყე ხალხისგან გამოყოფა და საკუთარ თავთან ჩაკეტვა. მაღიზიანებდა ოჯახის წევრები და არ მსიამოვნებდა მათი ხმის გაგონება. გაჩნდა შეგრძნება, რომ ამ ადამიანებთან საერთო არაფერი მქონდა. ზოგჯერ ვერ ხვდებოდი რა მქონდა იმ ადამიანთან საერთო, ვისაც მეუღლეს ვეძახდი. ან გვერდზე მეწვა, ან ერთად ვატარებდი დროს. სინამდვილეში მასთან ფაქტურად დროს საერთოდ არ ვატარებდი. იმიტომ რომ საკუთარი საქმეებით, საკუთარი მეთი მოცული ვიყავი და ეს არა იმიტომ რომ ეს მეგონა ჩემი ღირებულება, არამედ ეს მეგონა სწორი. მეგონა რომ ის დრო, რომელი დროც მქონდა, უნდა მომესწრო და ეს საქმე უნდა მეკეთებინა. მქონა განცდა, რომ აი ამას ეხლა მალე მოვითავებ, მალე მორჩევი, მალე შევქმნი რაღაცას და მე მთელ ჩემს დროს მოვახმარ აი ამ ადამიანს. აი ესეთი შემთხვევები იყო ხოლმე ძალიან ხშირად და ეს ხსნის მთელი ჩემს შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩვეულებრივ ვახშემის მდგომარეობა, რასაც ახლა გავაზიარებ. აი მქონდა ეგეთი შემთხვევები, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე სიტყვაზე გააკეთებდა საჭმელს და ვიცოდით გეგმაში იდეაში რომ ერთად უნდა გვევახშმა, ან ერთად უნდა გვესადილა, ან ერთად უნდა გვესაუზმა. მე რა თქმა უნდა სულ საქმეში ვიყავი ჩაფრული, სულ საქმეს ვაკეთებდი, სულ რაღაცეებს მოვიგონებდი ხოლმე რომ გამეკეთებინა ეს საქმე, იმიტომ რომ განცდა არ მასვენებდა რომ მოსწრებაზე ვარ. ამ დროის გაცდენა არ შეიძლება. და მე ჩემში ადამიანს რო ეკითხა, ჩემი შინაგანი სრული დაჯერები და სრული განცდით დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეს ეხა 5 წუთში მოვრჩები. და რომ მოვრჩები, მე ბევრი თავისუფალი დრო მექნება, არაფერზე სადარდებელი აღარ მექნება, გემრიელად დავჯდები და მეუღლესთან ერთად ვივახშმებ. მაგრამ არც ერთხელ, აბსოლუტურად არც ერთხელ
არ მოხდა, როგორც ჩემ თავში დაალაგდა. გამუდმებით ისე ხდებოდა, რომ ჩემი საქმე 5 წუთი კი არა, 4 საათი გრძელდებოდა, ჩემი მეუღლეს უკვე ნასაუზმები ქონდა ჩემს გარეშე, საჭმელი უკვე გაციებული იყო, მე არ მიუღწევდი ბოლოს, ან ვერ მიუღწევდი, მე ცალკე ვჭამდი. მაგრამ ჩემს გონებაში იყო ძალიან დიდი დაჯერება, რომ ეს საქმე სულ რაღაც 5 წუთი გაგრძელდებოდა და ეს 5 წუთი მე მიღერდა იმისთვის, რომ მე ამდენი ხანი გამეტარებინა ამ ადამიანთან. რეალურად ჩემთვის შინაგანად მინდოდა ამ ადამიანთან ერთად დროის გატარება, საუზმე ერთად, საჭმელის ერთად დაგემოვნება, მაგრამ შემში შინაგანად რაღაც არ მაძლევდა საშუალებას, რომ მეუბნებოდა, რომ მოიცა, ეხა გემრიელად ვერ შეჭამ. მოდი ჯობია რომ შენ საქმე ბარე მოათავო და მე ხო გემრიელად შეჭამ რა. და ესე გავიდა მთელი ჩემი ცხოვრება რეალურად, რომ მე ეს მარტო საუზმის მაგალითი კი არ იყო, ეს აღწერს მთლიანი ჩემი გონების პატერნს, რაც მე ამ ადამიანთან თანაცხოვრებაში გავატარე. აი გამუდმებით სულ მქონდა შეგრძნება, რომ ეხლა რაღაცას დავხურავ საქმეს, პრობლემას, გადავაგორებ და მე აი ამდენი დრო დამრჩება ამ ადამიანისთვის. სულ მინდოდა და მქონდა შეგრძნება, რომ აი როდის დადგება ის დრო, რომ მე ამ ადამიანთან ვიქნები ის, ვინც რეალურად შინაგანად ვარ. და ეს დრო არადოს არ დგებოდა და მე მქონდა საშინელი თვითგვემა, გაბრაზება, გაღიზიანება. და ერთი საინტერესო ფაქტორი იყო ის, რომ როდესაც მე ამ ადამიანისგან უკმაყოფილებას ვიგებდი, ხო, რომ აი უკმაყოფილო იყო სიტყვაზე, რომ მისთვის დრო არ მქონდა, ერთად ვერ ვსაუზმავ და ასე შემდეგ. მე ეს ჩემთვის იმდენად აუხსნე, მე ამას ჩემ თავში ახლა რაც გავაზიარე, ეს ფიქრები იმდენად შეუძლებელი იყო, რომ ვირმესთვის ამეხსნა, იმიტომ რომ მე თვითონ გახლართული ვიყავი, რა, კარგი სიტყვა არის, რომ გახლართული ვიყავი ამ ფაცაფუცში და მცდელობაში, რომ ეს მოვასწრო, რომ მე ამას დრო დავუთმო, რომ აი ეს ადამიანი უკმაყოფილებას გამოხატავდა, მე აქ გაშეშებული ვრჩებოდი რა და შინაგანად მქონდა განცდა, რომ ეს ადამიანი ახლა ვერ ხვდება, რომ მე აი ამდენ შრომას ვდებ იმაში, რომ ოღონდ დრო მისთვის გამოვნახო, მაგრამ უბრალოდ არ გამოდის რა, იმდენი მეტი პრობლემაა და იმდენად ბევრი საქმე უბრალოდ არ ხერხდება, რომ დრო მას გამოვუყო და ეხლა ეს დავიჯერო ვერ ხვდება და მე მქონდა აი ჩემი დამოკიდებული და გიჟი გონება ეგ არის, რომ მე მაქვს განცდა, რომ ადამიანი თავისთავად რაღაცას უნდა მიხვდეს და ჩემი დაავადებული გონება ასევე მანახებს იმას, რომ როცა ერთხელ ვერ გამოვნახე დრო, როცა ორჯერ ვერ გამოვნახე დრო, როცა სამჯერ ვერ გამოვნახე და როცა წლების განმავლობაში ეს დრო არ გამოდის. ჯანსაღი ადამიანი იფიქრებს, რომ ირაკლი იცი რა, შენ იმდენი საქმე გაქვს, რომ ამას 5 წუთში ვერ დაასრულებ და მოდი იქნებ პრიორიტეტები დაალაგო, ან იქნებ გადაანაწილო საქმე, რომ სამუშაოს თავისი დრო კონდეს, ოჯახს თავისი დრო კონდეს. მაგრამ მე როგორც არაჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს და ემოციებზე დამოკიდებულ ადამიანს, ეს ფიქრი არ შემოდიოდა ჩემამდე. იმდენად მძაფრი არის შეგრძნება, რომ გასაკეთებელი უნდა გავაკეთო, რომ მალე მოვიშორო, რომ მე მეტი დრო დამჩეს მომავალში სადღაც შორს, რომ გონია, რომ ეს მალ-მალე მორჩება. და მამალე არ რჩება ეს. ეს მთელი ცხოვრება გრძელდება, სანამ არ მივხვდები, რომ მე აი ამ გონების მექანიზმის მიმართ უძლური ვარ. და მჭირდება, რომ დავნებდი ამ მექანიზმს. არ შეიცვლება, არ დაალაგდება, არ გამოსწორდება, არ გადაკეთდება, სანამ მე ხელს არ გავუშვებ და ვიტყვი, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს. რაღაცა ხარვეზი აქვს ამ მექანიზმს. და მჭირდება, რომ დახმარება მოვითხოვო და თქვა, რომ აი დახმარება მჭირდება რა. ეს ადამიანი გამუდმებით მოდიოდა ჩემთან, მეუბნებოდა, რომ რავი, თუ დახმარება გჭირდება, მითხარი, იქნებ ერთად დავალაგოთ, იქნებ ერთად გამოვასწოროთ და მე არ მაქვს იმის უნარი, რომ თქვა, რომ გავიხლართე, გავიჭედე და დახმარება მჭირდება. მე გახლართული ვარ, გაჭედილი ვარ, მაგრამ ვიძახი, რომ არა, მოიცა, ეხა უცებ 2 წუთში დავალაგებ. და რა თქმა უნდა, რომ ვერ დავალაგებ. იმიტომ რომ ეს არის გონების შეპყრობილობა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა დაბნეულობა და ცხოვრების არცოდნა. ეს არის შეპყრობილობა, გონების შეპყრობილობა, რომელიც გონებამ შექმნა და იგივე გონება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამას სჭირდება დახმარება. დახმარება სჭირდება მოთხოვნა. და მე რო დახმარება მოვითხოვ, ამისთვის სჭირდება რომ ვაღიარო, რომ დღეს პრობლემები მაქვს და ამ პრობლემების წინაშე მე უძლური ვარ. და მოვითხოვო დახმარება. მთელი ეს პროცესები საშინლად მაგზნობინებდა თავს, გძნობდი საშინლად დამნაშავედ, მაგრამ ამ დანაშაულს ვერავისთან ვერ ვაღიარებდი, ვერ ვაზიარებდი. სიტყვერად არ შემეძლო ამ ეღიარებინა, რომ დამნაშავედ გძნობ თავს რაღაცა მაწუხებს. ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს, ერთი დამნაშავე და მეორე გამუდმებით ამ დანაშაულის გამოსწორებაში და მცდელობაში მყოფი ადამიანი. ამან გამოიწვია ის, რომ საკუთარ თავთანაც გავუცხოვდი. და ვეღარ ხვდებოდი რა იყო ამ ცხოვრებაში სასიამოვნო, ხალხი საერთოდ რატო იცინოდა ქუჩაში, რა უხაროდათ, ვერ ხვდებოდი საერთოდ ამ ყველაფერს. მაღიზიანებდნენ მომღიმარი ადამიანები, დავკარგე ემოციის განცდის უნარი და ვერ ხვდებოდი თუ რაიმე საერთოდ გრძნობდი. სიარულის დროს როგორც ზომბი ისე გადავადგილდებოდი, გაშეშებული, მოჭიმული. სხეულზე შეხებაც არ მსიამოვნებდა.
იმდენად გაუცხოდი სამყაროსთან და საკუთარ თავთან, რომ ადამიანები როცა მესაუბრებოდნენ, მათ ნათქვამზე კითხვას ვუსვამდი. ეგ კარგია თუ ცუდი? და რასაც მიპასუხებდნენ, იმის მიხედვით მქონდა რეაქცია. ამას ხუმრობით ვკითხულობდი ხოლმე. ეგრე მეგონა, რომ კარგი ხუმრობა იყო ყველაფერზე კითხვა. ეგ კარგია თუ ცუდი? მაგრამ დღეს ხვდები, რომ თურმე სულაც არ იყო ხუმრობა. მოკლედ, ჩავიკეტე რაღაც კაფსულაში, დავრჩი მხოლოდ მე და ჩემი ცხოველური ინსტინქტები. სექსუალური დამოკიდებულება, კვებითი დამოკიდებულება და ფინანსებზე დამოკიდებულება. პროგრამაში მასწავლეს, რომ ის რაც მე მჭირდა იყო სულიერი დაავადება. ასევე ეძახდნენ ეგოცენტრიზმის დაავადებას. რაც მე მჭირდა იყო დაავადება და გამოჯამთელება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გულწრფელობას ვისწავლეთი. ლოცვის მეორე ნაწილზე გადავალ, ღმერთო დამეხმარე, რომ გვერდზე გადავდო ყველაფერი, რასაც ვფიქრობ ხალხზე, ადგილებსა და საგნებზე, რათა შევძლო გავიხსნა და მივიღო ახალი გამოცდილება. აქ ხვდები, რომ ეგოცენტრიზმის ყველაზე კარგი ახსნა, რაც კი ოდესმე მომისმენი არის, გაცნობიერებული განცალკევება. გაცნობიერებული განცალკევება საკუთარი თავისგან, ღმერთისგან და ყველა არსებისგან. ეს დაავადება ქმნის პირად წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ბავშვობიდან დღემდე. ზოგი მათგანი ნასწავლია ოჯახის წევრებისგან, საზოგადოებისგან და ზოგი მათგანი კი პირადად ჩამოვიყალიბე იმდენად, რამდენადაც მესმოდა ცხოვრება. როდესაც გულწრფელად ვაკვირდები ჩემი ფიქრების პატერნს, ხვდები, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე და ყველაზე წინასწარი აზრი და შეხედულება უკვე გამაჩნია. რაც არ უნდა მოხდეს დავინახო ან მოვისმინო, მაშინვე მზად მაქვს წინასწარი აზრი მათ შესახებ. პირველი ნაბიჯი კი მეუბნება, რომ თუ ნამდვილად მზად ვარ გამოვჯამთელდე და ახლებული ცხოვრება ვისწავლო, მაშინ მჭირდება, რომ გვერდზე გადავდო აბსოლუტურად ყველა მყარი აზრი ადამიანების შესახებ, საგნების, ადგილების და მოცემულობების შესახებ, რათა გავეხსნა სამყაროს ახალ გამოცდილებებს და მივიღო ახალი გამოცდილებები. მე მახსოვს, რომ ყოფილი მეუღლე ჩემი როცა თავის მეგობარს სიხარულით გამაცნობდა, მე უკვე წინასწარი წარმოდგენა მქონდა უარყოფითი ამ ადამიანის მიმართ. თუ რამე სასხელო ამბავს გამიზიარებდა, უკვე წარმოდგენა მქონდა. ჩემი პატერნი იყო, რომ ყველაფერი მუქ ფერებში შემეფასებინა, ყველაფერი რაღაც ნიჰილიზმით შემეხედა ყველაფრის მიმართ და ყველა ადამიანი ჩემთვის იყო, ხო, მერე რა? ხო, დიდი არაფერი. უკეთესიც მინახავს. არა და ამ ადამიანის სიღრმემდე მე ვერ ჩავდიოდი. ამ ადამიანის ემოციას მე ვერ განვიცდიდი, ამ ადამიანის ისტორიას მე გულით ვერ ვისმენდი, ინტერესით ვერ ვუდგებოდი, ცნობის მოყვარეობით ვერ ვუდგებოდი ახალ ადამიანს, როცა გამოცნობდა. მე მაშინვე თავში პატერნულად მქონდა უკვე ისეთი შეფასება მომზადებული, რომელიც მას დააკნინებდა. და დღეს ხვდები, რომ ასევე ეს გამოწვეული იყო ჩემი იმ ჩაკეტული კაფსულიდან, რომელიც ცდილობდა, რომ ხალხთან ურთიერთობა არ ქონოდა. ყველა ახალი გაცნობილი ადამიანი ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო და ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ჩემი მეუღლე, რომელიც სიცოცხლით სავსე ადამიანი, ცდილობდა ადამიანთან ურთიერთობა ქონოდა, მე მაგის აპირისპირო მთლიანად. რომ კარებიდან რომ გავიდოდი ხოლმე მახსოვს, კარებიდან რომ გავიდოდი, თუ გავიგებდი, რომ მეზობლის კარების ხმას ველოდებოდი სანამ ის არ გაივლიდა, რომ მე გავსულიყავ. იმიტომ რომ არ მინდოდა ადამიანი ქუჩაში შემხვედრო და გამარჯობა ეთქვა, არამც თუ ვიღაც ახალი მეგობარი გამეცნო და რაღაც აქტივობებზე წავსულიყავით. თუ მაინც წავიდოდით, ჩემს გონებაში იყო ფიქრი მხოლოდ იმის, თუ როდის დავბრუნდები სახლში. იმიტომ რომ სახლში 1000 საქმე მაქვს, 1000 საქმე გასაკეთებელი. სულ მეჩქარება, სულ ვაგვიანებ. პირველი ნაბიჯის ჩემი სპონსორი პირველ ნაბიჯზე ხშირად მეუბნებოდა დააკვირდი შენს რეაქციას ადამიანების ან მოცემულობების მიმართ და სანამ პასუხს გაცემ, უბრალოდ შენს თავში დასვი კითხვა. იქნებ არ არის ისე, როგორც მე მგონია. უბრალოდ დაუშვი, რომ შეიძლება არ არის ისე, როგორც მე მგონია. პირველი ნაბიჯის მთავარი მოქმედება არის ის, რომ გამუდმებით გადაავამოწმო ჩემი ფიქრები და ემოციები სულიერ მეგზურთან. გადაამოწმე და მერე იმოქმედე. ანონიმური ემოციონალების ციკლში თავის სახელად პირველი ნაბიჯი ვკითხულობთ. ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი უძლურება ემოციების წინაშე. ვაღიარეთ, რომ ჩვენი ცხოვრება გახდა უმართავი. როდესაც პირველად მოვედით ანონიმურ ემოციონალებში და მოვისმინეთ, თუ როგორ იძახდნენ ადამიანები, რომ იყვნენ უძლურები, ბევრი ჩვენგანი აჯანყდა. რა თქმა უნდა, უძლურები არ ვიყავით. შესაძლოა უძლურების ხმაზე უარი გვითხოვს, რადგან უძლურების იდეა ძალიან არ მოგწონდა. შესაძლოა ამ იდეით შეზეწუნებულები და შეშინებულები ვიყავით. შესაძლოა თქვენც არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილად უძლური ხართ თუ არა თქვენს ემოციებთან მიმართებაში. გადახედეთ ამ აღწერილობიდან რამდენიმეს, თუ როგორ იმოქმედა უძლურებამ ჩვენზე და ნახეთ, გეხება თუ არა რომელიმე მათგანი. ჩვენ არ შეგვეძლო ემოციების გაღვივება ან შეჩერება. თავს უმწეო და შესაძლოა უიმედოდ გგრძნობდით.
რაც არ უნდა გვეცადა დამოუკიდებლად ვერ ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ვცადეთ გაგვიანალიზებინა, მაგრამ არ იმუშავა. ვერ შევძელით შეცვლა მხოლოდ ჩვენი ნებისყოფის ხარჯზე. რამდენადაც არ უნდა მოგვენდომებინა, ვერ ვიყავით თვითკმარი, გვჭირდებოდა სხვა ადამიანები. უძლურები ვიყავით ჩვენივე ემოციების წინაშე, დადებითან თუ უარყოფითთან. ოდესმე გაბრაზებულ ხართ ვინმეზე და გიცდიათ ამ ბრაზის გაქრობა ლოგიკისა და გონიერების გამოყენებით? ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ რაიმეს გამო და გიცდიათ ამის რაციონალიზაცია? ოდესმე გიგრძვნიათ თავი მარტოსულად, მაშინაც კი როცა თქვენს ცხოვრებაში ბევრი ადამიანია? ოდესმე გიგრძვნიათ შიში, როდესაც გონიერება გეუბნებათ, რომ არ არსებობს შიშის რეალური მიზეზი? ოდესმე გითქვამთ ან გიფიქრიათ, რატომ მაინდა-მაინც მე? Რაღაცა უნდა დამემართოს ეს ყველაფერი? თუ ასეა, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უძლური ხართ თქვენი ემოციების წინაშე. აქ გავაზიარებ ჩემს გამოცდილებას. პირველი ნაბიჯის წერისას ყველაზე მეტად უძლურების აღიარება და მიმღებლობა გამიჭირდა. შემეძლო მეთქვა, რომ დავმარცხდი, არ გამომივიდა, წავაგე, ვერ გავთვალე, შემეშალა, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა, რომ უძლური ვარ. მახსოვს საწოლზე ვიწექი და სპონსორის მოცემული პირველი ნაბიჯის კითხვებზე ვწერდი პასუხებს. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ვწერდი და თამტიროდი. საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ვიძახდი. რანერად ხარ ესეთი იდიოტი, რომ თავი ამ სიტუაციაში ჩაიგდე? რა გიჭირს ისეთი? ან რა გჭირს ისეთი? რომ ამ სისულელეებს კითხულობ და წერ, კაცი არ ხარ, სიმამაცე გამოიჩინე და მტკიცედ დაუდექი ემოციებს. მაგრამ არ შემეძლო ისევ დამეჯერებინა საკუთარი გონებისთვის და კიდევ ერთი შანსი მიმეცა, რომ ისევ საკუთარი გონებით მე ხელმძღვანელა. მე ძალიან ბევრჯერ დავუჯერე ჩემს აზრებს, რომლებიც ამბობს, რომ აი ამჯერად ზუსტად ვიცი, რომ აღარ დამემართება ეს და ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. მე მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ თუ კიდევ ერთხელ დავუჯერებდი საკუთარ გონებას, მოკვდებოდი და ამას ძალიან ნათლად ხედავდი. ასე რომ მტიროდი, ვეჩხუბებოდი და ვლანძღავდი საკუთარ თავს, მაგრამ ვწერდი, ვკითხულობდი და ვაკეთებდი რეკომენდაციებს, რაც სპონსორმა მომცა. რადგან ჩემში არსებულმა ემოციურმა ფსკერმა გააჩინა გულწრფელობის პატარა ნაპერწკალი და მე დავინახე, რომ ვარ უძლური საკუთარი ემოციების წინაშე, შესაბამისად საკუთარი აზრების წინაშე. გავაგრძელებ წიგნის კითხვას. უძლურების მიმღებლობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდები ვართ ან არ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ემოციები იწვევს ჩვენს ისეთ ქცევებს, რომლებსაც არ ვისურვებთ. როდესაც გავაცნობიერებთ, რომ უძლურები ვართ, შეგვიძლია ახალი მიმართულება ვეძებოთ და ცვლილებები დავიწყოთ. შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი შეზღუდულობა და ვაღიაროთ ჩვენი ცხოვრების რეალობა. პირველი ნაბიჯის მეორე ნაწილი არის უმართავობა და წიგნში ვკითხულობთ. ნამდვილად უმართავია ჩვენი ცხოვრება? ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, გვეხება თუ არა ამ განცხადებებიდან რომელიმე. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ემოციების კონტროლს, მით უფრო უკონტროლოები ხდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ცხოვრებას უმართავს ხდიან, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობთ სხვების შეცვლას, მით უფრო მეტად უმართავი ხდება ჩვენი ცხოვრება. უძლურები ვართ სხვა ადამიანების მიმართ და არ შეგვიძლია მათი შეცვლა. ზედმეტად მგრძნობიარები ვართ სხვების ნათქვამის მიმართ. ჩვენ თვითკონცენტრაციის გამო ყოველდღიურ მოვლენებსა და სხვების ქმედებებს ძალიან პირადად და ძალიან სერიოზულად აღვქვამთ. ჩვენ არ ვესაუბრებით სხვებს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ჩვენთან საუბარი არ სურთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვეულებრივი გეგმიური დავალებების შესრულება. ჩვენ ცხოვრებაში იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ არ ვიცით საიდან დავიწყოთ. თავს განსხვავებულად და მარტოსულად გვგრძნობთ. ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა მიზეზის გამო უმართავი ხდება. მათ შორის ხშირად არის მარტოობა, სირცხვილი, დაუცველობა, მორიდება ან დაბალი თვითშეფასება. სხვა ფაქტორების შორის შეიძლება იყოს უარყოფი შიში, წარუმატებლობის შიში, კუთვნილების არქონის შიში, განსხვავებულობის შიში, არასრულფასოვნების გრძნობა, საკუთარი თავის უარყოფა, ეგოიზმი. საკუთარი თავის უარყოფა ან ჩართულობის შიში. შესაძლოა ჩვენი ემოციების გამო ცხოვრებას მარტოობისა და წყენის ბურუში განვიცდით. ბევრი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩვენი ცხოვრება უმართავია. ხშირად ფიზიკური და ფსიქოსომატური დაავადებები არის სიმპტომები. კომპულსიური პერფექციონიზმი შეიძლება კიდევ ერთი სიმპტომი იყოს. თუ რაღაცის იდეალურად გაკეთება არ შეგვიძლია, საკუთარ თავს წარუმატებლებად მივიჩნევთ. შესაძლოა ნერვიულები და პანიკურები ვიყოთ, ან დეპრესიით ან შფოთვით ვიტანჯებოდეთ. შესაძლოა უბედური შემთხვევებისგან ვიყოთ მიდრეკილი. შესაძლოა ფანტაზიორები ვიყოთ იმაზე, თუ რა მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება, როდესაც ყველაფერი შეიძლება. ალბათ ძალიან უნერვიულობთ, გვიჭირს ძილი, ვიკეტებით და ვცალკევდებით სხვებისგან. ხვდებით გაღიზიანებულები და შესაძლოა ვაწყენინეთ კიდეც საყვარელ ადამიანს. შესაძლოა ვიგრძნოთ კიდეც, რომ სხვები ჩვენზე საუბრობენ, აკვირდებიან ჩვენს ყოველ ნაბიჯს ან ცდილობენ ჩვენს დამარცხებას. აქ გავაზიარებ ჩემს გამოცდილებას. ჩემი უმართავობა ბევრნაირად გამოიხატებოდა და ვეცდები რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო. მე მქონდა შეპყრობილობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ 30 წლის გავხდებოდი და ისევ მომიწევდა მუშაობა, გული გამისკდებოდა. გამუდმებით ვადარებდი საკუთარ თავს სხვებს. თუ გავიგებდი, რომ ვინმემ წარმატებას მიაღწია, წარმატებას ისე როგორც მე მესმოდა, პირველი ვინტერესდებოდი რამდენი წლის იყო. თუ ჩემზე დიდი იყო, თავს ვიმშვიდებდი, ვამბობდი, რომ მაგდენის რომ გავხდები, მე მეც ვიზავ ეგრე. და თუ ჩემზე პატარა ასაკის იქნებოდა, საშინელი ტანჯვა მეწყებოდა. საკუთარი თავის კრიტიკა და უსუსურობის შეგრძნება, რომ არაფერი არ გამომდის და უკვე დაგვიანებულია. როდემდე უნდა ვიყო ასე და ასე შემდეგ.
კიდევ მქონდა სექსუალური უმართავობა, მქონდა დაჯერება, რომ თუ ღმერთი არსებობდა, მანმე სექსუალური ენერგია დამაჯილდოვა და განსაკუთრებული ნიჭი მომცა. ვიძახდი, რომ სექსი ხელოვნება იყო და ცოტას თუ ესმოდა ჩემსავით. ჩემი გონება მთლიანად მოცული იყო სექსუალური ფანტაზიებით და სურვილებით. კიდევ ასეთი შეპყრობილობა მქონდა. მე ვეძახი ხოლმე ამას შინაური ცხოველის შეპყრობილობას. არ ვიცი ეს როდის და როგორ დაიწყო, მაგრამ ბოლო წლები, როდესაც ჩემი ემოციური დამოკიდებულება ყველა მხრივ გაუარესდა და ეს რა თქმა უნდა მეუღლესთან ურთიერთობაშიც გამოიხატებოდა. ჩემ შემთხვევაში, აი მაგალითად, როდესაც ის სახლში მოვიდოდა და კარის ხმას გავიგებდი, ან მე მივიდოდი სახლში და კარს გამიღებდა, მქონდა შეგრძნება ზუსტად ისეთი, როგორიც ძაღლს აქვს პატრონის დანახვაზე. შინაგანად კუც ვაკიცინებდი და მთლიანად მასზე ვიყავი დამოკიდებული. თუ გაიღიმებოდა, მეც კარგად გუძნობდი თავს, თუ არ გაიღიმებოდა, ცუდად გუძნობდი თავს. მივუცუცქდებოდი და დაველოდებოდი ხოლმე, როდის მომემფერებოდა. გარედან რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო, მაგრამ რაც მთავარია, ასეთი იყო ჩემი აღქმა, ჩემი შინაგანი ემოციური მდგომარეობა და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ის თუ რა ჩანს გარეგნულად. ჩემი შეპყრობილობა ასევე იყო დაჯერება, რომ ყველა ჩემზე საუბრობს, ყველა ჩემს ქცევას აკვირდება და განიხილავს. სადაც ამან წავსულიყავი, რა ძალიანაც არ უნდა მქონოდა სურვილი, რომ იქიდან წამოვსულიყავი, ბოლომდე ვრჩებოდი, რადგან მჯეროდა, რომ თუ მე იქიდან იმაზე ადრე წამოვიდოდი, ჩემზე დაიწყებდნენ საუბარს, ყველა მე გამაკრიტიკებდა, დაიწყებდნენ ჩემს შეფასებას, აღწერას და ასე შემდეგ. ქუჩაში ყველას ვაკვირდებოდი. ვინმე ხომ არ მიყურებდა და ჩემზე ხომ არ იცინოდნენ, ჩემზე ხომ არ გადაულაპარაკეს ერთმანეთს. გამუდმებით მჯეროდა, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა მე მაკვირდებოდა. უნდა ვთქვა, რომ არ არის ცხოვრება მარტივი, როდესაც სავსე ვარ შეპყრობილობით. ამას იგიჟემდე მივყავართ. კარგით, გავაგრძელებ კითხვას. წიგნში ვკითხულობთ. ზოგიერთი ჩვენგანი ცდილობს ემოციების რაციონალიზაციას, ასევე შეიძლება ვცდილობთ სხვადასხვა გზით საკუთარი გრძნობებისგან თავის დაღწევას. ზოგიერთი გაქცევის გზა აბები, ალკოჰოლი, საკვები, არაჯანსაღი სექსუალური აქტივობა, აზარტული თამაშები, საყიდლები ან სამსახური. შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ სხვების გადარჩენაზე თავიანთი პრობლემებისგან. გადაჭარბებულ გამოვლენებაში შესაძლოა საუბარი, სიჩუმე, ძილი, კითხვა, ვარჯიში, მოგზაურობა ან სკოლაში სიარულიც კი გაქცევის საშუალება იქცეს. შეიძლება ტელევიზიის ან კინოს მოყვარულები ვიყოთ, რომლებიც დანარჩენ სამყაროს უგულებელყოფენ. ნებისმიერი სახის გადაჭარბებამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს დაბალანსებულ ცხოვრებაში და ხელი შეგვიშალოს ტკივილის წინაშე დგომასა და მასთან გამკლავებაში. აქ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად რისიც მე შინია და თავს ვარიდებ, რეალურად არის ტკივილი. მე არ შემიძლია ამ ტკივილთან დარჩენა, ეს ჩემში სიგიჟის მდგომარეობას იწვევს და გავურბივარ ყველანაირი გზით. ჩემს შემთხვევაში ეს იყო 14 წლიდან მარიხუანა, სიგარეტი, ალკოჰოლი, შემდეგ უფრო მძიმე ნარკოტიკი. მე-9 კლასში ვიყავი, პირველად სექსუალური გამოცდილება რომ მივიღე და მას შემდეგ მასზე დამოკიდებულება. ცოტა რომ წამოვიზარდე ქუჩაზე და უბნის ბიჭებში ავტორიტეტის მოპოვებაზე დამოკიდებულება იყო. შემდეგ შეყვარებულზე დამოკიდებულება, შემდეგ სამსახურზე, ტანსაცმელზე, დალაგებაზე, კვებაზე, ვარჯიშზე. მოკლედ მოვიარე აბსოლუტურად ყველაფერი, სანამ არ მივხვდი რომ ეს ყველაფერი იმაზე ბევრად მტკივნეული იყო, ვიდრე უბრალოდ გაჩერება და ტკივილთან თვალის გასწორება. მაგრამ ყველას გვჭირდება ეს გზა, რასაც მომწიფების გზას ვეძახი. ჩვენ უნდა მომწიფდეთ. უნდა დავიღალოთ, რომ დავინახოთ ჩვენი გონების სიგიჟე. კარგით, გავაგრძელებ. როდესაც ჩვენი კონკრეტული გაქცევის გზა არ მუშაობს, ჩვენ სხვაგან ვიწყებთ დახმარების ძებნას, რომელიც ასე საერთოდ გვჭირდება. როდესაც შესაძლო პასუხებისთვის მიმართავთ 12 ნაბიჯს და ანონიმურ ემოციონალებს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ემოციურ ფსკერს. ეს თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ეს ემოციური ფსკერი. ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გვინდა რაღაცის გაკეთება ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად. ჩვენ დავიღალეთ ჩვენი ძველებური ცხოვრების წესით. ჩვენ დავიღალეთ იმით, თუ როგორები ვართ. ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება უმართავი დარჩება, თუ არ შევიცვლებით. პირველი ნაბიჯის მესამე ნაწილი არის აღიარება და წიგნში ვკითხულობთ. იმის აღიარება, რომ ჩვენი ემოციური ცხოვრების მართვა არ შეგვიძლია, ადვილი არ არის. ადვილი არ არის ჩვენი ეგოცენტრულობის, მწუხარებისა და წყენების აღიარება. ძნელია შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება ჩვენივე ხასიათისა და ქცევების გამო. ჩვენ ვამბობთ, ჩემი მეუღლე რომ სხვანაირი იყოს, ან რომ არა ჩემი შვილები, მშობლები, სიმამრი, უფროსი, სამსახური, მეზობლები, სახლი, მანქანა, კლიმატი, ნებისმიერი რამ ან ვინმე, მე ასეთი არ ვიქნებოდი. აქ გავაზიარებ უცებ გამოცდილებას, ეგეთი რაღაც მახსენდება, რომ ასეთი ლიტერატურა არსებობს გადააგდე ქვა 12 ნაბიჯი. სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი აი ამ თავის შესახებ რა. ესეთ რაღაცას აზიარებს ერთი ჯგუფის გამოცდილი წევრი და იძახის, რომ ის იმ მომენტში მშობლებზე საუბრობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ნებისმიერი ადამიანად ან სიტუაცია ჩავანაცვლოთ რა. თავარი პრინციპი არის, რომ მე თუ ჯერ კიდევ ვეძებ დამნაშავეს გარეთ, მაშინ აი ეს დამეხმარება, რასაც ახლა გავაზიარებ, მე ძალიან მეხმარება. ის ამბობს, რომ ძალიან მარტივია მშობლებს, სხვა ადამიანებს ან სიტუაციებს დავაბრალოთ ყველაფერი. ამ გზით წარსული გახდება სანდო წყარო ყველა უბედურებისთვის.
და ეს ძალიან მაგარი შთაგონება იყო ჩემთვის, რადგან კი მარტივია, რომ თქვა, რომ არა ეს ადამიანი, რომ არა ეს სამსახური, რომ არა ეს პრობლემა, რომ არა ეს ტრაუმა, რომ არა ეს ცუდი გამოცდილება, მე სხვანაირად ვიქნებოდი, ან სხვანაირად იქნება ჩემი ცხოვრება, კი მარტივია ამის თქმა. და თუ ამას ვამბობ, ესე იგი ამით წარსულს ვხდი ჩემს სანდო წყაროდ. რაც ასევე გონების იგიშია, რადგან წარსული, რომელიც დღეს არ ხდება და ამ ჩემს მოცემულობაში არ არის, ვერ იქნება ჩემი საყრდენი ძალა. და თუ მე ამას მაინც ვაგრძელებ, მე ამით ჩემი წარსული გახდება სანდო წყარო ყველა უბედურებისთვის. ესე იგი, თუ მე ჩემს სანდო წყაროდ დღესაც ვაღიარებ ჩემს წარსულს და ამ წარსულს მოვიყვან ყოველ ჯერზე და ვიძახი, აი რომ არა ეს წარსულის გამოცდილება, მაშინ კარგად ვიქნებოდი. ეს არის ზუსტად გზა უბედურებისკენ. და თუ მინდა რომ უბედურებისკენ არ მივდიოდე, მაშინ წარსულს ხელი უნდა გავუშვა და ვთქვა, აი ახლა რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. სხვა გასაგებია, ეგ სიტუაცია გასაგებია, მაგრამ ახლა მე რა შემიძლია გავაკეთო? მე როგორ შემიძლია ავიღო ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს აქციელზე და ჩემს ემოციებზე, ჩემს ფიქრებზე, ჩემს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა როგორ ავიღო? და პასუხი მარტივია. მჭირდება რომ წარსულს გამოვემშვიდობო და ვთქვა რომ არ არის წარსული სანდო წყარო. არ ვეძებ დამნაშავეებს. მე ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ვსვავ კითხვას, რით შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს. კარგით გავაგრძელებ. წიგნში წერია, პირველი ნაბიჯის კეთებით ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ემოციების ისეთად მიღებას, როგორიც არის და არ ვაძლევთ მათ საშუალებას აკონტროლონ ჩვენი ქცევა. როდესაც ვსწავლობთ ჩვენი ემოციების მიღებას, უკეთ გამოგვდის ჩვენი ცხოვრების მართვა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ცნობიერი არჩევანი თუ როგორ ვირეაგიროთ ჩვენს ემოციებზე. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ემოციები გვმართავდეს. ჩვენ ვიწყებთ პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ან რამ მოახდინა გავლენა ჩვენს წარსულ ცხოვრებაში. ეს პირველი ნაბიჯი პატიოსნებისა და თავმდაბლობის ნაბიჯია. ჩვენი ადამიანური შეზღუდულობის აღიარება გვანთავისუფლებს ჩვენი არასრულყოფილების დამალვისგან, საკუთარი თავისგან და სხვებისგან. რაც საშუალებას გვაძლევს თვალი გავუსწოროთ ჩვენი მდგომარეობის რეალობას. თავიდან პირველი ნაბიჯი შეიძლება სასოწარკვეთილების ნაბიჯად მოგვიჩვენოს, მაგრამ ხვდებით, რომ იმედი არსებობს. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მარტო არ ვართ, არსებობს დახმარება. მეორე ნაბიჯში ვპოულობთ ძალას, აღდგეს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი საღი აზრი, რადგან ვიწყებთ სულიერ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობას და ჩვენი იმედებიც იზრდება. პირველი ნაბიჯის ბოლოს გავაზიარებ გამოცდილებას, მე როდესაც პროგრამაში მოვედი, მითხრეს, რომ გონებამ, რომელმაც შექმნა პრობლემა, იგივე გონება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირველი ნაბიჯი არის აღიარება. აღიარება, რომ მე მაქვს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით არ შემიძლია. არა სხვას, არამედ მე მაქვს ეს პრობლემა. პირველი ნაბიჯი აღიარება იმისა, რომ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს ჩემი გონების გამოწვეულია და არა სხვა ადამიანის. რაც ხდება, ის ჩემს თავს ხდება და არა სხვა ადამიანის თავს. უნდა გავეშვა დაბრალებებს, დამნაშავეების ძებნას. ეგ რომ მუშაობდეს, რავი, აქამდე უკვე დიდი ხნით ადრე ვიქნებოდი კარგად. არ მუშაობს დამნაშავეების ძებნა. მე მჭირდება გავბედო და მოვითხოვო დახმარება. მე მაქვს უფლება მოვითხოვო დახმარება და ასევე მაქვს უფლება რომ მივიღო დახმარება. განურჩევლად იმისა, თუ რა მდგომარეობაში ვარ, ჩემი აზრები რას მეუბნება, ჩემი ემოციები როგორ განიცდება. არ აქვს მნიშვნელობა მე შინია, ვენდობი თუ არა ადამიანებს. მე მაქვს უფლება რომ მოვითხოვო დახმარება და მე მაქვს უფლება რომ მივიღო ეს დახმარება. ერთადერთი რაც ხელს მიშლის, ეს ჩემი ეგოცენტრიზმია და მას ეშინია რომ განიკითხავენ, შეაფასებენ, შეადარებენ და აკნინებენ. ეს აუტანელი ფიქრები მიმონებს და არ მაძლევს საშუალებას რომ ვიმოქმედო. მე ვარ ჩემი ფიქრების მონა ამ მდგომარეობაში. საჭიროა გავაცნობიერო რომ ერთადერთი ვინც ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯით დაზიანდება, ეს არის ჩემი დაავადებული ეგო და არა ჩემი ჭეშმარიტი ბუნება. ხო და დაზიანდეს, რადგან ეს ერთადერთი გზაა გამოჯამთელებისკენ. აი რაც ამსაც ვაღიარე რომ დავმარცხდი, ვაღიარე რომ ჩემი მცდელობები სულ ახალ და ახალ ზიანს წარმოქმნის და სიცოცხლის ხალისი სულ უფრო და უფრო იკლებს, მიმიყვანა ადამიანებამდე, რომელთაც იგივე განიცადეს და წარსულშიც იგივე განუცდიათ. ეს ადამიანები ქმნიან უსაფრთხო და სანდო გარემოს, სადაც არავინ არავის არ განიკითხავს, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება. რეალურად თუ კარგად დააკვირდები, მივხვდები რომ ის რაც შენ გაწუხებს და გეშინია, რომ სხვასთან გააზიარო, იმ სხვასაც აწუხებს, მაგრამ მეშინია რომ შენთან გააზიაროს. და ამ ჯადოსნურ ილუზიაში ვართ ყველანი. საკუთარი ძალებით იქამდე სანამ ეგოცენტრიზმი გვაკონტროლებს, ძნელია გაუზიარო და თქვა რა გაწუხებს. მაგრამ როგორც კი გავბედე და გავაზიარე, მაშინვე დავინახე რომ ჩემს გარშემო ადამიანებს ყველას ეს გაუბედაობა გვჭირდა. ეს დამოკიდებულება გვმართავს და იწვევს გაუცხოებას ცოლ-ქმარს შორის, მეგობრებს შორის, მშობლებს შორის. დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია ბუნებრიობა.
იგი მუდამ რაღაც როლშია და ამ როლის გამართლებას და შენარჩუნებას ემსახურება მთელი არსებით. დანებება და კაპიტულაცია არის გზა გამოჯამთელებისკენ. აღიარება საკუთარი თავის და მაღალი ძალის წინაშე, რომ დახმარება მჭირდება, არის მოქმედების პირველი და უმთავრესი ნაბიჯი. გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ მარტო. თავარია დავიწყო ამაზე საუბარი. მე გამუდმებით მაწუხებდა ყელში გაჭერილი ბურთი. შინაგანად ვტიროდი, ვიძახდი, რომ მინდა ამაზე საუბარი, ყოფილა რომ მეგობარი მოსულა, ყოფილი მეუღლე მოსულა და უთქვამთ, რომ აი აშკარად რაღაცა ხდება შენს თავზე, გაგვიზიარე რა. და მე მინდა რომ შინაგანად აი ამოვიძახო, რომ ხო აი დაბნეულობაში ვარ, რაღაცა მიჭირს, რაღაცის გაზიარება მინდა. მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას რა. უდიდესი ბურთია ყელში გაჩხერილი, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეს გავაზიარო. ხო და მთავარი ნაბიჯი არის ნდობა. რომ ყველა მაგამ ბავშვი ვართ. შენ არ ხარ მარტო. აბსოლუტურად ყველა ვართ მაგამ ბავშვი, ვერ ვენდობით ერთმანეთს და ჩვენ გვჭირდება რომ დავიწყოთ საზოგადოებაში უსაფრთხო სივრცის შექმნა. სადაც ერთმანეთს ვენდობით და გაუზიარებთ ჩვენს ემოციებს, ჩვენს ფიქრებს და გაუზიარებთ არა რჩევებს, არამედ ჩვენს გავლილ გამოცდილებას, რასაც 12 ნაბიჯი გვთავაზობს. მე გავიზარდე შეხედულებებში, სადაც კაცი ემოციას არ გამოხატავს. კაცი ძლიერია და მან უნდა აკონტროლოს საკუთარი თავი. არ აქვს სისუსტის უფლება და თუ ემოციებს ვერ აკონტროლებს, მაშინ ის სუსტია და არ არის მისაღები საზოგადოებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრე ყალბი ემოციებით. ურთიერთობებში ვცდილობდი ამომეცნო გვერდზე მყოფის ემოცია და გამეგო მისი სურვილი რა უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ჩემი საუბარი და ქმედებები მაშინვე გადაეწყობოდა ისე როგორც მას აგრძნობინებდა თავს კარგად. მქონდა დაჯერება რომ აუცილებლად ყველასათვის სასურველი უნდა ყოფილიყავი და ვაკეთებდი ყველაფერს მათი მოთხოვნების და საკმაყოფილებლად. საშინელი შეგრძნება იყო თუ ვინმე ჩემს გვერდში მყოფი ადამიანი არ გრძნობდა თავს კარგად. მაშინვე მეწყებოდა ფიქრი რომ მე შემეძლო შემექმნა ისეთი გარემო, სადაც ეს ადამიანის ხასიათზე მოვიდოდა და თავს უკეთ იგრძნობდა. მქონდა შეგრძნება რომ ჩემში იმდენი ადამიანი ცხოვრობდა, რამდენი ადამიანსაც ხვდებოდი დღის განმავლობაში. იმდენად ცხოვრობდი სხვისი ცხოვრებით, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი უთანხმოება საკუთარ თავთან. შეიძლება დღის განმავლობაში ყველასთვის ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად გქონდა და შეიძლება ზოგისთვის იდეალურადაც კი, მაგრამ აი ეს მომენტი, როდესაც ღამეს აწოლში ჩავწვევოდი, არ მასვენებდა ჩემი ცხოვრების ისეთი ყოფა, როგორიც იყო. ვერ ვარქმევდი ვერაფერს სახელს, რა ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება არ შემეძლო. მქონდა შფოთი, ზოგჯერ ჰაერის უკმარისობა, უძილობა. საწოლში ვერ ვაჩერებდი ფეხებს, გამუდმებით წრიალებდი, შფოთავდი, მაგრამ ყოველი გადატანილი ღამის შემდეგ დილით ისევ იგივე, ყველასათვის მოსაწონი როლს ვირგებდი. ეს იყალბე, როცა ვეღარ დავიტიე, დამეწყო აგრესია, საკუთარი თავის მიმართ და პროტესტი, რომ მე არ შემიძლია საკუთარი საზღვრების დაცვა. არ ვზრუნავ საკუთარ თავზე და ყველას გათვალისწინებაში ჩემი ცხოვრება გადის, ისე რომ მე თვითონ ვეღარ ვიღებ ვერაფერში სიამოვნებას. ცხოვრება მეცლება ხელიდან, ისე რომ ვერ ვიღებ ცხოვრებით სიამოვნებას. საკუთარ თავზე გაბრაზება გადამივიდა გარშემოყოფების მიმართ გაბრაზებაზე და მქონდა შეგრძნება, როდესაც ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა. არ მინდოდა არავისთან საუბარი და გავხდი აგრესიული. ამ გაღიზიანებამ მიმიყვანა იქამდე, რომ მინიმალურ საჭიროებების დონემდე დავიყვანე ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და რაც ყველაზე უჩვეულო იყო, გამიჩნდა აგრესია პარტნიორის მიმართ. ვადანაშაულებდი ყველას, რომ ყველას თავისი თავი ადარდებდა და ჩემი ამბავი არავის აინტერესებდა. მქონდა დაჯერება, რომ ყველას მაშინ ვახსენდებოდი, როდესაც მათ ვჭირდებოდი. ამ აგრესიის გამო მქონდა საკუთართან ვბრძოლებდი და ვადანაშაულებდი თავს ამ ფიქრების გამო. უამრავი კურსის და ტრენინგის გავიარე რეალურად, ალბათ ყველაფერი რაც კი იმ მომენტში ჩემს გარშემო ინფორმაციულად არსებობდა საქართველოში, მქონდა პერიოდები, როდესაც თავს კარგად ვგრძნობდი. ახლოს ვიყავი მეორე ნახევართან, ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთან, მაგრამ ეს არ იყო ის სტაბილური მდგომარეობა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ არ იყო მყარი, თითქოს მაინც თავს ვიტყუებდი და ვაჩვენებდი, რომ კარგად არის ყველაფერი. მქონდა გაორებები, ზოგჯერ ძალიან მიყვარდა ჩემი მეორე ნახევარი, თვლიდი რომ ერთად ვიდექით განვითარების გზაზე და ასევე ზოგჯერ მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ საერთოდ არ ვიცნობდი მას. აი ეს ორი დუალობა მჭირდა ყოველთვის. არ შემეძლო ემოციების გამოხატვა და იმის თქმა, რაც ჩემს გულში და გონებაში ხდებოდა. ის სულ მეხვეწებოდა და მეუბნებოდა, რომ მესაუბრა და მაძლევდა კიდევაც ამის კარგ მაგალითს. ჩუმად ჩემთვის ბევრჯერ მწარედ მიტირია იმის გამო, აი ყელში რომ ბურთი გიჭერს, რომ ვერ ვიგებდი რატომ არ შემეძლო საუბარი. ჩემ თავს ვეჩხუბებოდი, რომ გამებედა და დამეწყო საუბარი. ერთხელ ჩემი მეორე ნახევარი მთელი გულახდილობით მესაუბრებოდა და თუ როგორ უჭირდა ჩემთან ურთიერთობა, იმის გამო რომ არასოდეს არ ვესაუბრებოდი. მე ამ დროს უყურებდი და ყელში მქონდა ბურთი გაჩხერილი. შიგნით შინაგანად ვტიროდი, თითქოს მინდოდა ამომეყვირა, რომ არ შემიძლია საუბარი. მეც მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ შემიძლია. დახმარება მჭირდება, მაგრამ ვერ გავბედი და როგორც ყოველთვის შიგნიდან ვინადგურებდი თავს.
ვატყობდი, რომ ეს გაუზიარებლობა დღითი დღე მაშორებდა საკუთარ თავთან და შესაბამისად ყველა სხვა ადამიანთანაც. როგორც დაავადებულმა ადამიანმა ეს ემოციები კარგად გადავმალე და საკუთარ თავს ყოველ დღე ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მალე მორჩებოდა, გადაევლიდა, რაღაცნაირი თითქოს ეს ტალღა იყო, რომელიც გაყუჩდებოდა. ურთიერთობის ბოლო პერიოდში ჩემი მეორე ნახევარი 12 ნაბიჯის პროგრამას გადიოდა და ყოველთვის ცდილობდა, რომ დავეინტერესებინე. ზოგჯერ დიდი წიგს ხმამაღლა კითხულობდა, ზოგჯერ მიზიარებდა თუ რა ხდებოდა შეკრებებზე, ზოგჯერ პირადად მეუბნებოდა, რომ დახმარება მჭირდებოდა. ერთხელ ისიც კი გამიზიარა, რომ დამოკიდებული იყო ემოციებზე და პროგრამის გარეშე მოკვდებოდა და ძალიან დაეხმარებოდა მას თუ მეცოდინებოდა პროგრამის შესახებ და დამოკიდებულების შესახებ. ჩემი პასუხი ყოველ ჯერზე იყო, რომ ძალიან მიხარია თუ მას ეხმარება, მაგრამ მე არ მჭირდება უბრალოდ რაღაც მე არ მჭირდება ეს პროგრამა, მე უბრალოდ რაღაც პრობლემები მაქვს სამსახურში და რომ მალე დაალაგდება და მე მეც დავლაგდები. ერთხელ ისიც კი მახსოვს, რომ მოვიდა ჩემი ყოფილი მეუღლე და მითხრა, რომ არსებობდა თანადამოკიდებულების პრინციპები, რომელიც გამოჯამთელებაში მყოფ ადამიანს დაეხმარებოდა და ასევე დაეხმარებოდა ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით პარტნიორს. თუ ეცოდინებოდათ, რომ ეს მეორე ადამიანი რა გზას გადის, რას აკეთებს, რა არის მისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი და არსებობდა რაღაც რეკომენდაციები და პრინციპები, რომ თუ ამ თანადამოკიდებულებაში მყოფი ადამიანები ამ პრინციპებს გაყვებოდნენ, მათი ურთიერთობა უფრო კონსტრუქციული იქნებოდა. და ამ ხელა გაზიარების შემდეგადაც კი და ამ ხელა ახსნის შემდეგადაც კი მე თვეების განმავლობაში სანამ ურთიერთობა არ დასრულდა და არ მივხვდი რა სიგიჟეში ვიყავი, თვეების განმავლობაში მე იმასაც კი ვერ მოვაბი თავი, რომ ამ რეკომენდაციებისთვის გადამეხედა, რომელიც სულ რაღაც ერთი გვერდი იყო და შედგებოდა 17 პუნქტისგან. და მე იმდენად ვქონდა ეს უარყოფა საკუთარ თავზე და იმდენად მეგონა, რომ ყველაფერი ძალიან ნორმალურად იყო და ჩემში არანაირი პრობლემა არ არსებობდა და საერთოდ პრობლემები არ არსებობდა ემოციების განხრით. რომ ჩემს მეუღლესაც არ ჭირდებოდა დიდად ესეთი ჩემი გვერდში დგომა. მე ერთობის განცდის უნარიც კი არ მქონდა, რას ნიშნავდა ერთობა. პარტნიორულ ურთიერთობებში ერთობა რას ნიშნავს, ამის განცდაც კი არ ვიცოდი. შესაბამისად, ვერც კი დავინტერესდი იმ რეკომენდაციებით, რომელიც მას ჭირდებოდა. იმიტომ რომ ვიცახდი, რომ მე არ მჭირდება, მაგრამ მიხარია თუ შენ გჭირდება და წარმატებებს უსურვებდი ხოლმე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ჩემი ცუდად ყოფნა სამსახურში დაღლილობის ბრალი იყო. ვიცახდი, რომ მალე დაალაგდება და მეც დავისვენებდი. დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია გულწრფელობა. მას არ შეუძლია პასუხისგებლობის აღება. მე არ შემიძლია პასუხისგებლობის აღება და გულწრფელობა. დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია შეხედოს ამ პრობლემებს და თქვას, რომ აქვს ეს პრობლემები და თუ ახლა არ მიხედა, ისევ გადადებს, როგორც ბოლო რამოდენიმე წელიწადია დებს. დამოკიდებული ადამიანი ილუზიით არის დაავადებული და მე ამას ჩემს ცხოვრებაში ძალიან ათლად ვხედავდი, რომ ვარ ილუზიით დაავადებული, რომ ჩემს ცალკე სამყაროში ვცხოვრობ, რომელიც რეალობას არ შეეფერება. ვცხოვრობ წარმოსახვით სამყაროში. მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს გამოჯამთელება, მისთვის მხოლოდ მიზეზები არსებობს, თუ რატომ არის ახლა ცუდად. და მას აქვს ილუზია, რომ როგორც კი ეს პრობლემები დაალაგდება, ისე დაალაგდება. დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია გაიაზროს, რომ პრობლემები არასოდეს არ დაალაგდება, სანამ თვითონ არ დაალაგდება. დამოკიდებული ადამიანი მუდამ რაღაცის მოლოდინშია. დამოკიდებული ადამიანი იკლავს თავს ისე, რომ ვერ ხვდება და ამ საქმეში თავის ოჯახის წევრებსაც ითრევს, რასაც თანადამოკიდებულებას ვეძახით პროგრამაში. ერთ დღეს ჩემმა მეორე ნახევარმა მითხრა, რომ ურთიერთობის დასრულება სურდა და თან ისე, რომ კონტაქტზე არ ყოფილიყავით. ზუსტად მეორე დღეს დამეწყო საშინელი პანიკა და შფოთი, უძილობა და უჰაერობა. ხშირად მეკითხავ საკუთარი თავისთვის, რომ რა მოხდა ჩემში ის, რომ მაშინვე კი არა, მეორე დღეს დამეწყო ეს ყველაფერი. და დღეს ხვდები, რომ მაშინ იმ წამს რა წამსაც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა, რომ ურთიერთობის დასრულება სურდა, სადღაც მე მესიამოვნა რა, სადღაც მე მინდოდა. იმიტომ რომ იმდენად გადაღლილი ვიყავი ცხოვრებით, საკუთარი თავით და ყველა ჩემს გარშემო ყოფილი ადამიანით იმდენად დაუძურვებული და გადაღლილი ვიყავი, ქონებაში იმდენი რაღაცა ხდებოდა. და იმდენად გამოფიტული ვიყავი შინაგანად, რომ მინდოდა, რომ ყველას და ყველაფრის გარეშე ყოფილიყავი. ურთიერთობებში ხშირად ყოფილა, რომ ქონია უთანხმოება, რაღაც პაუზის საჭიროება, ცალ-ცალკე ყოფნის საჭიროება, მაგრამ მე არასდროს მქონდა იმის გამბედაობა და ძალა, რომ მეთქვა, რომ იცი რა, რაღაც ცალკე ყოფნა მჭირდება. ყოველთვის ვითმენდი, ყოველთვის გამძლეობაზე ვიყავი დამოკიდებული, გადაგორებაზე. მე არ ვიცოდი, რომ ის უფლება მქონდა. იმიტომ რომ არასდროს უსმენდი საკუთარ თავს. ამ ადამიანს ჰქონდა ყოველთვის ამის გამბედაობა და საკუთარი თავის დაფასების უნარი, რომ აიღო რაღაც ურთიერთობებში რაღაც პაუზა იქნებოდა ეს თუ
უბრალოდ ეთქვა, რომ იცი რა რაღაც დღეებია, რომელთან საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მიჭირდება. და მე ამას ვერაძოს ვერ ვაძლევდი საკუთარ თავს ამის უფლებას. და აი, როდესაც მან თქვა, რომ ურთიერთობის დასრულება უნდა და პირველი ჩემმა გონებამ რაც იფიქრა და რითაც ახსნა, იყო ეს მორიგი რაღაცა ინტერვალი, სადაც ცალსალკე ვიქნებოდით და მე შემდეგ ისევ ერთად ვიქნებოდით. მაგრამ ამ ადამიანმა შემდეგ ურთიერთობის მცდელობის დროს მეორე დღეს გარკვევით მითხრა, რომ ირაკლი ჩვენ ურთიერთობა დავასრულეთ და ძალიან გთხოვ აღარ შემომეხმიანო. მე არ ვიცი რა არის სიყვარული, ჭირდება ამ გზაზე ყოფნა და ურთიერთობას ვასრულებ. და აი ამ გაგონებაზე იყო ზუსტად ის, რომ დამეწყო შფოთი, უძილობა, პანიკური შეტევები, მქონდა საშინელი თვითგვემა და დანაშაული შეგრძნება. აი შეგრძნება იყო თითქოს ყველაფერს ერთიანად მივხვდი რა. თვალი ამეხილა ჩემს უსუსურობას. ალკოჰოლიკების დიდი წიგნი ვისაც აკითხული აქვს 12 ნაბიჯის პროგრამაში ლიტერატურაში წერია ესეთი რაღაცა. დავმარცხდი. ალკოჰოლი ბატოობდა ჩემზე. ზუსტად იგივე რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ერთი წამი იყო, როდესაც მივხვდი, რომ დავმარცხდი. ემოციები, უკონტროლობა და საღი აზრის არ ქონა ბატოობდა ჩემზე. იყო განცდა, რომ რანაირად ვარ ესეთი დეგენერატი, რომ ამდენი ხანი ამას ვერ ხვდებოდი. ეს იყო ძალიან მძაფრი, მკაფიო და გარკვევით გამოღვიძება საშინელი კოშმარიდან, რომელიც თავიდან უფრო დიდი კოშმარი იყო, ვიდრე ის კოშმარი, რა კოშმარშიც ვცხოვრობდი. იმიტომ რომ იმის აღიარება და დანახვა ერთბაშად მე რაში ვცხოვრობდი ამდენ წლის განმავლობაში და საკუთარ თავს მეუღლეს ადამიანებს რაში ვაცხოვრებდი, ჩემივე გონებაში რა ილუზიაში მყავდა ეს ადამიანები. ეს იყო ძალიან დიდი კოშმარი. ამან გამოიწვია საკუთარ თავში ძალიან დიდი იმედგაცრუება, ძალიან დიდი შფოთი და რაც თავად თვითგვემა. მქონდა დანაშაული შეგრძნება და ფიქრობდი, რომ ისეთ ამბავში ვარ ახლა მე და ისეთი რაღაცები დავინახე საკუთარ თავზე და მივხვდი, რომ ამის გამოსწორება უბრალოდ შეუძლებელია რა. აი ერთიანად მივხვდი და თვალი ამეხილა ჩემს უსუსურობას. მე რომ გონია რაღაც ცხოვრებას ვაშენებ და რაღაცით ვცხოვრობ, თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს გარშემო რაც ხდება, იმის მიმართ ვარ უმეცარი. ეს იყო ის გამოფხიზლება, რა გამოფხიზლებასაც მე ვერ გავუძელი და დამეწყო ძალიან დიდი პანიკური შეტევები. ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა იყო ის, რომ დახმარება მჭირდებოდა, იმიტომ რომ მე ამ ღამეს მარტო ვერ გადავაგორავდი. და ზუსტად ვიცოდი, რომ მე არ შემეძლო საკუთარი თავის დახმარება. მახსოვს როგორ დაურეკე გამოჯამთელებულ ადამიანს და ვთხოვე დახმარება. მან დამაკვალიანა. ეს ადამიანი იყო ჩემი ყოფილი მეუღლის სპონსორი, რომელიც ნაბიჯებს ატარებდა და ერთადერთი ადამიანი, ვინც გონებაში მომდიოდა, რომ მართლა შეეძლო ჩემი დახმარება, იყო ეს ადამიანი. ჩემთვის როგორც დამოკიდებული ადამიანისთვის და როგორც შეშინებული ადამიანისთვის მით უმეტეს იმედგაცრუების და საკუთარი თავით იმედგაცრუების და თვითგვემის ფონზე, ჩემთვის ყველაზე საშიში იმ მომენტში რაც იყო ის, რომ მეშინია რომ ვინმეს დავურეკო, ვისაც აქამდე უკვე დახმარება შემოთავაზებული აქვს. იმიტომ რომ მეტყვის რომ ხო გეუბნებოდი, აქამდე სად იყავე. და ამისი მე ძალიან მეშინია. მაგრამ ეს ადამიანი მახსოვს, რომ მხოლოდ თავის გამოცდილებას აზიარებდა ხოლმე და არასდროს მოუხვევია თავისი მცდელობები ჩემთვის თავზე. ეს ადამიანი იყო ჩემი ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი, ვიზეც მიმიწვდებოდა გონება, რომ შეეძლო ჩემი დახმარება. მახსოვს როგორ დაურეკე ამ ადამიანს. მომცა რაღაც მითებები, აზრზე რომ მოსულიყავი და ჯგუფზე დამამატა. მისი პირველი პასუხი ტელეფონზე და მისი სიტყვები, აი გულწასულ ადამიანს რო ნიშადურს შეასუნთქებენ, ზუსტად ეგეთი იყო რა. და შემახსოვს მითხრა, რომ ირაკლი ყველაფერი წესრიგშია, თვითგვემაში ნუ გადახვალ, გავაგრძელოთ პროცესი. და მე მახსოვს უთხარი, რომ თვითგვემაში ვერ გადავალ, იმიტომ რომ უკვე მანდ ვარ. ვერ ვიღებ საკუთარ თავს, თვითგვემის საშინელი განცდა მაქვს და არ ვიცი ამ ღამეს რანაირად გადავიდა. იმ ადამიანმა დამანახა ჩემი გონების შეპყრობილობა წარსულით, მომავლით და ორი სიტყვით
რამაც ცოტა აზემო მიყვანა, დამამატა მე საერთოდ ჯგუფში და დამაკვალიანა, რომ იყვნენ იქ ადამიანები, ვინც იგივე გამოცდილებებს გადიოდნენ, იყვნენ იქ ადამიანები, ვინც ნაბიჯებზე შეძლებდნენ ჩემს დახმარებას, სულიერი მეგზურები იქნებოდნენ და დამამატა და მეც მახსოვს, რომ მაშინვე იმ დღესვე მოგვითხოვე სპონსორი და დავიწყე ჯგუფებზე დასწრება. ამ ადამიანს პირველი 2-3 დღის განმავლობაში ყოველდღე ურეკავდი. და ვთხოვდი, რომ შფოთის გადაგვარებაში დამხმარებოდა. იყო აუტანელი მდგომარეობა, რომელიც მეუბნებოდა, რომ თუ ამ ადამიანს არ დაურეკავ, უბრალოდ ვერ გადავრჩები. შეგრძნება იყო და მეგონა რომ კვდებოდი. და მანდ მივხვდი, რომ დავუმარცხდი. მომიწია მეღიარებინა, რომ უძლური ვარ მარტო საკუთარი ძალებით ამას გავუმკლავდი. არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება და ვითხოვ დახმარებას. და პირველ ნაბიჯი ზუსტად ეს არის, აღიარება. და ეს აღიარება დამოკიდებულ ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს. დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს გამბედაობა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და დაიწყოს მოქმედება. ზუსტად ამისთვის ცხოვრებაში გვეძლევა გამოცდილებები და ეს გამოცდილებები იმის მიხედვით მძიმდება, რაც მეტად ძნელი აღიარებამდე მისვლა. ჩემ შემთხვევაში სანამ ყველა გზა არ მომეჭრა, მაგამდე არ ვაღიარე, რომ დახმარება მჭირდებოდა. ზოგი შემთხვევაში ეს უფრო მარტივად ხდება და ზოგი შემთხვევაში სულაც არ ხდება, მაგრამ ამ უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი სიკვდილით ასრულებს. დაავადება მომაკვდინებელია და ამასთან გამკლავება დამოუკიდებლად თითქმის წარმოუდგენელია. მე მახსოვს მოცემულობა ჩემი გონების შეპყრობილობის, რომ ოღონდ არ მეღიარებინა, რომ დახმარება მჭირდება და შემეძლო რომ მეუღლესთან ურთიერთობა დამესრულებინა, ოღონდ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იქამდე გავწელავდი, სანამ თვითონ არ დაასრულებდა. მაგრამ ჩემი მთელი სიგიჟე ის იყო, რომ მე მქონდა იმის დაჯერება, რომ ეს ურთიერთობა არასდროს არ დასრულდებოდა. მაგრამ მე როგორც დაავადებული გონების პატრონი, გათვლებით ვარ სავსე. სტრატეგიებით ვარ სავსე. ჩემი კონტროლის მექანიზმი არის ჩემი გონება, ჩემი სტრატეგია, რომ თითქოს ყველა ნაბიჯი წინასწარ მაქვს დაზღვეული. და მე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე იყო პროგრამაში და მქონდა დაცულობის შეგრძნება, რომ ის ადამიანი ორიენტირებულია თავის თავზე, თავის გამოჯამთელების გზაზე. და გარანტირებულია ის, რომ ჩემი ურთიერთობა საფრთხე არ ემუქრება. იმ დროს ვერ ხვდებოდი, რომ თუ ადამიანი გამოჯამთელების გზაზე არის და მე უკან მივდივარ, ის ურთიერთობა ვერ გადარჩება. და თუ ურთიერთობისთვის მინდა რაღაც გავაკეთო, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთო რაღაც. და ჩემი სტრატეგიული გონება მაგას მეუბნება, თუ გინდა რომ ურთიერთობა შეინარჩუნო, მაშინ რაღაც უნდა გააკეთო და ეს ჩემი რაღაცის კეთებები იყო გამუთმებით მოჩვენებითი. მე ისიც მახსოვს, რომ ჩემი გონების ერთ-ერთი ყველაზე კარგი გათვლა, ჭყალებში კარგი რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მოდი თუ ჩემი მეუღლე გადაწყვიტავს, რომ ურთიერთობა დაასრულოს, მანდ ესე ჯოკერივით ამოვიღებ ჯიბიდან ამ სიტყვებს და ვეტყვი, რომ მე მგონი ეხლა 12 ნაბიჯის გავლის დროა. და დავიწყებდი 12 ნაბიჯის გავლას. მე მქონდა სტრატეგია, გენიალური სტრატეგია მქონდა შემუშავებული, რომ როდესაც ეს ადამიანი თან რახან სტრატეგია დავსახე, ესე იგი მქონდა ამის განცდა რა. რომ როცა დაასრულებდა ეს ადამიანი ან დააპირებდა, მე ესე ჯოკერივით ამას მოვიმარჯვებდი. რა თქმა უნდა, ჩემი სტრატეგიები არასდროს ცხოვრებაში არასდროს არ მართლდება. და ეს ჯოკერიც შემჭა ხელში. იმიტომ რომ არავის უკითხავს ჩემთვის ჯამთელდები თუ არა. და რომ წეკითხა ეს არ იქნებოდა კონსტრუქციული. იმიტომ რომ ურთიერთობის შენარჩუნება არ შეიძლება გადიოდეს აბარაშვები ჯამთელდები თუ არ ჯამთელდები. ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი, რომ გადაწყვიტოს, როგორი ცხოვრებით იცხოვრებს, რისი სურვილი აქვს, რისი მზაობა აქვს და ამისთვის რას აკეთებს. 12 ნაბიჯის შესავალში ჩვენ პრეამბულაში ვკითხულობთ ხოლმე, როცა ჯგუფები იხსნება, ლიტერატურაში ესეც სიტყვები წერია. 12 ნაბიჯს ყველანი გავდივარ ჩვენთვის და არა სხვებისთვის. 12 ნაბიჯის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მე მჭირდება დახმარება და საკუთარი თავისთვის გავდივარ და ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლესთან ურთიერთობა დაალაგდეს, ჩემი ფინანსები გაიზარდოს და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ მე მჭირდება და იმიტომ ვაკეთებ. აი ყველაზე კარგი ახსნა ანონიმური ემოციონალების რაც მომისმენი არის ესეთი, რომ ერთ-ერთი ვეტერანი წევრი აზიარებდა, რომ ანონიმური ემოციონალები გავს, აი თვითფრინავში გამცილებელი რომ აცხადებს, რომ თუ რამე ემერჯენსი სიტუაცია გამოცხადდება და აირწინაღები ჩამოვა, რაც არ უნდა მცირეწლოვანი შვილი ან მოხუცი ადამიანი გვერდზე გეჯდეს, ეს ნიღაბი ჯერ შენ მოირგე და მერე სხვას, იმიტომ რომ შენ თუ გაითიშები, ვერავის ვეღარ დაეხმარები, მაგრამ თუ შენ მოირგებ ამ ნიღაბს, მერე შეძლებ ვიღაცების დახმარებას. ზუსტად ეს არის ჩემთვის ანონიმური ემოციონალები. რომ მე ურთიერთობას ვერ გადავარჩენ და ადამიანებს ძალით ჩემთან ვერ გავაჩერებ. დღეს ხვდები, რომ ჩემ გონებას არანაირი უნარი არ გააჩნია
პირიქით, მოძალადია ჩემი გონება თუ ცდილობს რომ ვიღაც ადამიანის შენარჩუნება მე შემიძლია. ან ზოგადად რა სამსახურის შენარჩუნება შემიძლია თუ მშობლებთან ურთიერთობის შენარჩუნება თუ შემიძლია თუ ასე შემდეგ. მე დღეს ხვდები რომ მე ამის უნარი არ გამაჩნია და მეტიც. სტრატეგიები არსებობს, მაგრამ დღეს ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ამ სტრატეგიებში აღარ ჩავება. განთავისუფლდი ამ ყველაფრისგან. მე დღეს ხვდები რომ ურთიერთობები არ არის ჩემზე დამოკიდებული. ვის ექნება ჩემთან ურთიერთობა, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამის კონტროლი თუ ჩემს გონებას დავუთმე, ისევ მანიპულაციაში და სიგიჟეში გადავალ. და დღეს ვიღებ მოცემულობებს და ვიძახი რომ ჩემი არჩევანი არ არის ის ურთიერთობები ვისთან მექნება. ჩემი არჩევანი არის რომ ვიდგე გამოჯამთელების გზაზე და ამ გზაზე თუ ადამიანები შევხვდებით ერთმანეთს, მადლიერი ვარ. და ვიღებ პრინციპს რომ რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ მჭირდება. და რაც არ მაქვს, მხოლოდ არ მაქვს, იმიტომ რომ არ მჭირდება. და არა იმიტომ რომ კარგად ვერ გავთვალე. ან იმან არასწორი არჩევანი გაკეთე, ან მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, არა. რაც არ მაქვს, იმიტომ არ მაქვს რომ არ მჭირდება. და დღეს სულ სხვანაირად უყურებ პარტნიორულ ურთიერთობების რაზე დგას, რა სულიერ სიმყარეზე დგას და ასე შემდეგ. ეს არ არის პირველი ნაბიჯის თემა, ამიტომ ამას გამოვტოვებ. ზოგ შეიძლება ეგონოს რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ან იმის გამო რომ ოჯახის წევრების ჩხუბისგან დაისვენოს, დაიწყოს პროგრამაზე მუშაობა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ რეალურ შვებას ვერ ნახავს ადამიანი გულწრფელი აღიარების გარეშე და მონდომების გარეშე, რაც გულისხმობს რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მინდა, ახლა სურვილების დრო არ არის. თავარია რა მჭირდება და რამდენად მაქვს უზაობა მივყვე ამ რეკომენდაციებს. ესეთი პრინციპი არსებობს რომ პროგრამა მუშაობს თუ შენ მუშაობ. რაც ნიშნავს რომ მე მჭირდება ავიღო პასუხისმგებლობა და გავაკეთო ყველაფერი გამოჯამთელებისთვის. მხოლოდ ჩემი გამოჯამთელებისთვის და არა რაღაც სხვადასხვა სტრატეგიებისთვის. ეს არ არის ადვილი გზა. ადვილი იმდენად რამდენადაც ჩემი გონება ართულებს. და ამ გართულებული გონებით მე ამ გზას გულწრფელად ვერ გავივლი ვიღაცის ან რაღაცის გამო. ერთადერთი რის გამოც მართლა შემიძლია გავიარო, ეს არის პირადი გამოჯამთელების მიზნით. ხშირად ხვდები ადამიანებს, ვინც გამოჯამთელების გზაზე დგას და ბედნიერება იპოვა, მაგრამ დამოკიდებული ადამიანი ადვილად ეხვევა ილუზიაში, რომ ის გამოჯამთელდა. წყვიტავს მოქმედებას და აქვს დაჯერება, რომ ყველაფერი უკან მოიტოვა. როგორც წესი, ასეთი ადამიანი ძალიან მალე ვარდება იმავე შფოთში და გაურკვევლობაში, საიდანაც ცოტა ხნის წინ ამოვიდა. ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და ეწყება ნაცნობი ტანჯვა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეგოცენტრიზმის დაავადებით ვართ დამოკიდებულები და ეს დაავადება არ არის განკურნებადი, მაგრამ გამოჯამთელება ნამდვილად შეგვიძლია. რაც ნიშნავს, რომ აი მაგალითად ხშირად ადარებენ ხოლმე დიაბეტს, ხო? რომ დიაბეტისგან შეიძლება ვერ გავინკურნო, მაგრამ თუ მუდმივად ვაკეთებ იმას, რაც რეკომენდირებულია, მისგან გათავისუფლებული ვარ და აღარ იჩენს თავს. სუსტად ასეა ჩემი ეგოცენტრიზმის დაავადება, სულიერი დაავადებაც. გონების შეპყრობილობა. მე მჭირდება რომ მუდამ მოქმედებაში ვიყო და არ მქონდეს იმის ილუზია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და შევძლებ დავუბრუნდე ჩემს ცხოვრებას ისე რომ ამან არ დამაზიანოს. თუ მინდა რომ ჩემს ეზოში ლამაზი ყვავილი ამოვიდეს, ნერგი დღეს უნდა დავრგო და ყოველდღე ვიზრუნო მასზე. თუ ყოველდღე არ მოუვლი, შეიძლება დააჭკნეს. ამიტომ მე ჩემს ნაწილზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვმუშაობ ყოველდღიურად. ნაყოფის ზრდას ბუნებას მივანდობ, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, მე ვიღებ დღევანდელ დღეზე და დღევანდელი დღის ქმედებაზე პასუხისმგებლობას და ყველანაირ შედეგს. რა ურთიერთობები დამილაგდება, ვისთან დამილაგდება, როგორი ფინანსური შედეგები მექნება, რა სამსახურეობრივი ურთიერთობები მექნება, რა ტასაცმელი მექნება კარადაში და ასე შემდეგ. შედეგი ბოლო წერტილი არის ბუნებაზე, მაღალ ძალაზე, ესე როგორც ჩვენ გვესმის მინდობილი და არავითარ შემთხვევაში ჩემი გონების ხელმძღვანელობაზე. მადლობა.